Გაგონორჩოს ჩვენ ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა, ჩვენ ყველას ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. გავაგრძელებ საუბარს ეკოზე, მშვიდიერებზიანდი დილა ეკოზე სასაუბრად. ძალიან მწვავე თემაა. პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის დიდი ეგოს და პატარა გულის მქონე ადამიანების ქვეყანა სამწუხაროდ. ანუ ეგოს გადააკეთებით დიდი ეგოს მქონე, ძალიან დიდი ეგოს მქონე ადამიანებს გადააკეთებით ყველა ფეხის ნაბიჯზე და პრაქტიკულად ძალიან ძნელია ვინმე მონახოთ, ვინც თავმდაბალია, მართლა თავმდაბალია. და როცა ეს ადამიანს ხედავ, როცა გიხსნება ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენს ლიტერატურაშიც ეგოს ძალიან დიდი ასე ვთქვათ პერსონაჟებს, რომლებსაც დიდი ego აქვთ და ამიტომ იგუპებიან ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. და ჩვენთვის ასე ვთქვათ, მწვავე და მტკივნეული თემაა. ვეცდები რაც შეიძლება მიუკერძოებელი ვიყო, რაც შეიძლება მშვიდი. დღევანდელი, ანუ ჩემი მიმდინარე სიტუაციაც მწვავედ ეხმაურება ამ ეგოს ამბებს პირად გამოცდილება ამჟამად. ამიტომ შევეცდები განსაკუთრებით მივთეთქო ჩემი ეგო და ისე ვილაპარაკო ეგოზე. ეგოზე აზროვნების და დიალოგის და საუბრის მთავარი პრობლემა და აზრთა გაცვლა გამოცვლის მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ჩვენი აზროვნების ველი დარღვეულია უკვე არაერთხელ ვინმე მამადაშვილის ამ სიტყვებს, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ეს ის, რომ ის წარმოდგენა სამყაროზე, რომელიც მე მაქვს, არ ემთხვევა მეორე ადამიანის წარმოდგენას სამყაროზე, ანუ მე მაქვს ღირებულებები, ცნებები, რაზე ვაფუძნება, როგორც ვქვით ხო, პროექციას ვახდენ, ანუ პატარა ფირი მაქვს თავში, რომელშიც სამყაროს პატარა მოდელი მაქვს და მე ამ მოდელს ვახსხილებ გარეთ და ვხედავ ყველაფერს ამ მოდელიდან გამომდინარე, რომ პარადიგმები განსხვავებულია. როდესაც ეს ორი პარადიგმა ეჯახება ერთმანეთს და არ არის საერთო არაფერი აბსოლუტურად, მაშინ კომუნიკაცია შეუძლებელია, ანუ ენა საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია. იგივე ხდება, როდესაც ვთქვათ, გაკვეთილებს ხსნი მოსწავლეებთან, ხო? მე თუ ვილაპარაკე ჩემი აზროვნების ველიდან გამომდინარე, ისე რომ არ ავხსნენ მათ რა პრინციპებს, პარადიგმებს, აქსიომებს ვეყრდნო ვინმე, როცა ვლაპარაკობ, რომელიც თავისთავად იგულისხმება და რომელიც უნდა ესმოდეს. მოსაუბრეს სამწუხაროდ არ ესმის, იმიტომ რომ დარღვეულია 30 წლიანი იდეოლოგიის შედეგად, ხოლო იდეოლოგიის ველში აზრთა გაცვლა, გამოცვლა და აზროვნება საერთოდ შეუძლებელია და ამიტომ დიალოგსაც და ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. ამიტომ მიწევს, ამიტომ გაჩნდა ეს იდეა, ხო, თუნდაც ამ ასეთ დაწვრილებით ამ გაკვეთილების თუ საუბრების ძირითადი ფუნდამენტური აზროვნების სვეტების ჩამოყალიბებას რომ მიეძღვნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამის გარეშე, საფუძვლის გარეშე შეუძლებელია დავიწყოთ დიალოგი. ანუ ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ სასიამოვნოა, როცა აზროვნებ, ფიქრობ, მრჩევლობ და ამ საერთო გაგებიდან გამომდინარე ახალ ჭეშმარიტებამდე მიდიხარ, ანუ კამათში იბადება ჭეშმარიტება, მაგრამ ძალიან რთულია. შეეცადო გონებით ახსნა ის, რაც ასე ვთქვათ, შესიზღორცებული გაქვს, საიდან არ ვიცი, მაგრამ საიდან ხარ? ლიტერატურიდან, რა თქმა უნდა, ბოდიშით ეს როგორ წამოწდა. რაც შესიზღორცებული გაქვს ლიტერატურიდან, ხო, იმიტომ რომ ლიტერატურა გასწავლის ამ აზროვნების სვეტებს, ჯერ ემოციურად, მერე ლოგიკურად, და ასე შემდეგ, მაგრამ დაჯერდა ეს ავხსნა ვიღაცას ძალიან რთულია, ეს მოითხოვს უზარმაზარ გონებრივ კონცენტრაციას, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად იცვლება ადამიანის განწყობები, იმდენად რთულია აზრი, იმდენად ბევრი კუთხე არსებობს საგნის ან მოვლენის თანახმისა და იმდენად სწრაფად გადადის აზრი ერთიდან მეორეზე და იმდენად ბუნებრივი აზრისთვის ეს, რომ ძნელია აზრი შეაჩერო, დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ აზრი შეაჩერო და გასარკვევიანით ახსნა ეს ყველაფერი. ეს მე მგონი 25 საუბარია და წინა საუბრებს თუ გადახედავთ, აშკარად დაინახავთ ჩემს
შინაგან ბრძოლას და აზრობრივ ბრძოლას იმისთვის, რომ რაღაცები, რაც ძალიან რთულია ინტუიციურ დონეზე დროით, ხანგრძლივი განათლებით, საკუთარ აზრთან დარჩენით, ფიქრით მიიღწევა, ლოგიკურ ჩარჩოებს ჩავსვა და ახსნა იმ იმედით, რომ ადამიანებში მარცვალი ჩავარდება, ახალგაზრდა თაობაში მარცვალი ჩავარდება, რომელიც მე ფესს გაიდგამს და ნაყოფს გამოიღებს. ანუ ფიქრს დაიწყებენ. ანუ მე მგონი ეს ეტაპი 24 გააკვეთილი და საუბარი არც თუ ისე ცოტა ძირითადად ყველა თემას შევეხე, სვეტებს შევეხე, ასე ვთქვათ, მაგრამ მე მგონი ჩემი შესაძლებლობებიც ამოიწურა ჯერჯერობით ამ კუთხით და ახლა გული მიწევს უფრო მარტივი და სასიამოვნო რაღაცისკენ, რომ ვისაუბრო, ანუ არა ვისაუბრო აზრობრივ ველზე, რომლიდანაც უნდა ამოვიდეს სვეტებზე, რომლებზეც უნდა დავაყრდნოთ აზროვნება, არამედ უბრალოდ ვისაუბრო. თუმცა ამ საუბრის დროს შევეცდები გავჩერდე და ყოველთვის ნაცვლად ვთქვა, საიდან რაზე ვამყარებ ამ აზრს, მოკლე, ასე ვთქვათ, მოკლე ანოტაცია გავაკეთე იმისა, თუ კონკრეტულად რომელ სიბრძნეს, რომელ ცოდნას, რომელ შეხედულებას, რომელ თვალსაჩინოს კუთხეს ეყრდნობა ჩემს მიერ განვითარებული აზრი, რათა ლოგიკა აზრის განვითარებისა უფრო ნათელი იყოს და ცხადი იყოს, საიდან მოვდივართ, აზრობრივად და სად მივდივართ, ხო? ანუ ეს პატარა ექსკურსი სინამდვილეში ისე მაგალებს გამომივა თუ არ საუბარი დავწერა ფულო. და ახლა შევეცდები, რომ ეგოზე ვილაპარაკო პლატონის, თათქარიძის, უარსო თათქარიძის, თანდილის, ოთარანქვრის მაგალითებით და დავიწყებ იმით, რომ დღეს ისევ აქტუალური თემაა ჩემს სიკვდილად მუდმივად გაისმის ეს და თითქმის ყველგან გაისმის, რომ რატო უშავს ღმერთი ამდენ უბედურებას, თუ ღმერთი არსებობს ამ ქვეყანაზე, რატომ ხდება ამ ქვეყანაზე ამდენი უბედურება. ანუ პირველი ღმერთი არ არის ამ ქვეყანაზე, ხო? ასე ვთქვათ, ისევ მეტაფორული ენით ვილაპარაკებით, პირდაპირ მოგაიგებთ, ხო? მეტაფორული ენა არის. ღმერთი არ არის ამ ქვეყანაზე იმდენად რამდენადაც ჩვენ სამოთხიდან გამოვედით, ანუ ჩვენი ვენებით გამოვედით, კი არ გამოგვქარეს. და ასე ვთქვათ, ზღრულ სამყაროში აღმოჩნდით, სადაც ზღვარი კეთილს, ნათელსა და ბნელს შორის ძალიან ძნელი გასარჩევია. ანუ კიდე ერთი მეტაფორა სიმბოლო ბეწვის ხიდი, რომელზეც ოთარანქვრი ვილაპარაკობს, ხო? გიორგის ეუბნება, რომ მოკვდები ბეწვის ხიდზე. ღმერთი, ანუ ოთარანქვრის ესეთ წარმოდგენა აქვს ღმერთზე, რომ ღმერთს არ აინტერესებს აქ რა ხდება, ხო? ღმერთმა გადმოგვაგდო აქ ამ ქვეყანაში და გითხრა, რაც გინდათ ისქენით, ანუ კისერს გიტეხიათ, მაგრამ ჩემთან რომ ამოხოთ იქ ბეწვის ხიდს გაგიგებთ და ბეწვის ხიდზე გაგატარეთ, ხო? თუ ბევრი ცოდვა გაქვთ, ცოდვა მძიმეა დაგძალოს და კუბში ჩავარდებით, თუ სიკეთე გაქვთ, სიკეთე მხრებს შეგიჯდებათ, აგაფარფატებთ და გადაგიყვანთ მეორე ნაპირზე. ანუ პრაქტიკულად მეტაფორული ენით რას გვეუბნება ოთარანქვრი, ხო? ოთარანქვრი გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაზე რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებლობას ღმერთი არ იღებს, ხო? ამ ქვეყანაზე რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანმა უარი თქვა სამოთხეში ცხოვრებაზე და მოინდომა თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ნება და რაციო. ანუ თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ნება ღმერთთან შერკინება, ანუ მოინდომა ღმერთობა, ხო? და ამიტომაც აღმოჩნდა, ამიტომ არ აღმოჩნდა ოღონდ ამ სამყაროში, იმიტომ აღმოჩნდა, რომ ღმერთობა ადვილი არ არის, ანუ გაარჩიო ბოროტსა და კეთილს შორის ადვილი არ არის. ანუ დაიტიო სამყაროსთან ისაიდუმლოები ადვილი არ არის. ამიტომ ადამიანმა პირველივე წუთიდან დაიწყო მოტყუება, ტყუილი რადგან თავია სიცრუე ყოვლისა, უბადობისა, ხო? სიცრუე არის ყველაფერი, ანუ ეს სამყარო არის მოჩვენებითი თვალთმაქცი და მატყუ არა, იმიტომ რომ გარეგნულად, ზედაპირულად ყველაფერი მოჩვენებითი და მატყუ არა, მხოლოდ თუ სიღრმეში ჩახვედი და სიღრმეში შესაძლებელია მხოლოდ აზრით, ფიქრით, ლოგიკით, ხო? განმარტოვებით ჩასვლა. მაშინ ხედავ ჭეშმარიტებას, ზედაპირულად ვერ ხედავ. და
ჩვენ ანუ ზედაპირულად შეხედო რაღაცებს ადვილია, ხო ეგოს დაიმორჩილო ადვილია. რატო ეგოს რო ეგოს დაიმორჩილო ადვილია? იმიტომ რომ რაში გვჭირდება ეს დემონური აღქმა სამყაროში დაყოფა ადამიანების წმინდანები და ცოდვილები, ხო? იმიტომ რომ როცა შენ წმინდანების ბანაკში ხარ, შეგრძნება იმისა, რომ შენ კარგი ხარ, უზარმაზარ ძალას გაძლევს მოქმედებისთვის. იმიტომ რომ ეს კოდი ადამიანში თავიდანვე ჩადებული, ხო, ბოროტი და კეთილი ყველა ადამიანში აბსოლუტურად. ანუ როგორც ქრისტე იძახის პილატესთან საუბარში ბულგაკოვის ოსტატ და მარგარიტას ცნობილი ჩართვები ქრისტეს ცხოვრებიდან, ხო, რომელიც ყველაზე უფრო ცხადი და რეალური შეხება ქრისტესთან, რაც კი შეიძლება ადამიანურ ლიტერატურაში გაიცადოს, ასე ახლოს ქრისტესთან არცად არ მიდიხარ, როგორც ბულგაკოვთან, თითქოს იქ ხარ და განიცდი ყველაფერს და საოცრად შემოდის ქრისტეს შენში, ანუ იმდენად ადამიანურია, იმდენად ახლობელია ქრისტე ბულგაკოვთან. ხო, ეხლა აზრი დამეფნა, რატო დავწყეს. ხო, როგორც ქრისტე იძახის, ყველა ადამიანი კეთილია, ხო? ინგაგებით, რომ ყველა ადამიანი სიკეთისკენ იმტყვის, ოღონდ გზებს ირჩევენ სხვადასხვას. ანუ ხო, იქია უბნება პილატეს, რომ ყველა კეთილი ადამიანები და პილატე დასცინეს, ხო, რომ მაშინ ვინც კეთილები არიან, ვინც დაგასმინეს, ხო? ვინც ჩემს ჩაგაგდეს, ვინც ახლა გაგროს გავს. და ქრისტე მეუბნება, რომ კი, ყველა კეთილია, უბრალოდ მათ სხვა კეთილმა ადამიანებმა დაუშავეს ბევრი, ხო? რაც ერთ შეხედვით აბსურდი გამოდის, მაგრამ ძალიან დიდი სიბრძნეა. შედაპირულად თუ შეხედავთ აბსურდია, მაგრამ შიგნით ძალიან დიდი სიბრძნეა. ის რომ არსობრივად არც ერთი ადამიანი არ არის ბოროტი, ხო? იმ გაგებით რომ ადამიანი ბოროტს ჩადიოდეს გააზრებულად არ არის. ყველაში არის კოდი, რომ წავიდეს სინათლისკენ, სიკეთისკენ. ოღონდ სიკეთისკენ მომავალი გზა ორია, ნათელი და ანუ მარტივი, ადვილი და ძნელი. და ანუ უმრავლესობა ირჩევს ადვილ გზას და ეს ადვილი გზა სიკეთისკენ მიმავალი გადის ეგოზე, იმიტომ რომ მხოლოდ ეგომ შეიძლება თუ ადვილ გზას ირჩევთ, ეგოს მსხვერპლი ხდებით, ხო? ეგო რომელიც გეუბნებათ, რომ სამყარო წმინდანების განაცოდილებისგან შედგება, რომ თქვენ აუცილებლად წმინდანების ბანაკში ხართ, იმიტომ რომ განსაკუთრებული ხართ, იმიტომ რომ კაცი არ მოგიგავთ, ხო? თუმცა იმას არ ითვალისწინებთ, რატომ არ მოგიგავთ კაცი. პლატონიც იძახის, ხო, კაცი არ მომიგავს, მაგრამ როცა სიტუაცია უვარდება და მიზეზები აქვს, საკუთარ დაუბადებელ ძმან ფეხძიმე ქალს კლავს, ხო? პრაქტიკულად კლავს, რომ არ შეაჩერონ, მოკლავდა. არ შეაჩერებინათ, მოკლავდა. ასე რომ ეს განცდა იმისა, რომ ჩვენ კარგები ვართ, ხო? საოცარ თავდაჯერებულობას გვაძლევს იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. ამიტომ ძალიან ბევრი ვარდება ეგოს კლანჭებში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საკუთარი არჩევანით ოთარან ქვრივის და ათანდილის მსოფხედვით აზროვნება და ცხოვრება ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმის გააზრება, რომ ქვეყნად მარტო ხარ, რომ ღმერთი არაფერ შუაში არ არის იმასთან ამკვირვებელად და რა ხდება, რომ ეს შენი არჩევანია აბსოლუტურად. სულ თავდაპირველი ცოდვა, რომელიც ყველა ადამიანზე გადმოდის, ხო, რომ ის რომ სიცრუეს და ადვილ გზებს ვეძებთ და ვირჩევთ, ხო, ადამიანთ. ეს ძალიან რთულია, ანუ კიდევ ერთი კითხვაზე რატო უშვებს ღმერთი ამას, პირველი ის რომ აცალფსვენი, მეორე არის ქრისტეს მომხასტი იგავი, ხო, რომ დათესა ყანა კაცმა ღამით მოვიდნენ მტრებიან კაცისა და დათესა შიგნით ღვარძლი და დილით უფალმა დათესა უფრო სწორედ ყანა და ღამით მოვიდნენ ეშვაკები და დათესა შიგნით ღვარძლი და დილით ანგელოზებმა მოახსენეს უფალს, რომ უფალო ყანაში ღვარძლი ავზულ და რა ვქნათ და ღმერთი ეუბნება, რომ ყანა რო გადავწევთ, მაშინ კეთილი ხორბალიც ღვარსთან ერთად დაიღუპება, ამიტომ დავიცადოთ, ხო, სანამ არ დადგება დრო მონკისა და მერე გადავარჩიოთ თავთავი და ღვარძლი. ანუ რაც არის კიდევ ერთი ახსნა იმისა, თუ რატომ არ ერევა უფალი ამ ქვეყნიურ ამბებში, ხო? იმიტომ რომ უფლის ალბათ ერთ-ერთი დიდი ყველაზე იარაღი ანუ მოდი ესე ვთქვათ, ეს ქვეყანა იმსახურებს განადგურებას, ხო? იმდენად ოღროჩოღლუა, იმდენად შავბნელი, იმდენად დიდი ბოროტება ხდება, იმდენად ბრმანი არიან ადამიანები და იმიტომ რომ სამართალი ურმით დადის ამოგვიება იგებ შენ მოქმედების რეალურ შედეგებს, ყველაფერი ერთმანეთში არაუდარეულია.
So Johnny Cash სიმღერა ხო, you can run on for a long time, but sooner or later God will catch you down. შეიძლება ირბინო რამდენიც გინდა გაიქცება ეს გაიქცე საკუთარ ცოდვას, მაგრამ მათ ერთ გვიაღვეთ მაინც მეთი მაინც დაგცემს მეხს ქართულად რომ თქვა. ანუ ხოლო ადამიანის ინდივიდის შანსი რომ სული იხსნას სხვა გზებზე არ გადის ამ სამყაროზე გადის ხო? ამიტომაც უშვებს ღმერთი ამ ყველაფერს, რათა ინდივიდმა იპოვოს გზა გახვრთობისკენ, რათა იდეა იმისა, რომ ადამიანს გახვრთობა შეუძლია საერთოდ წყალში არ გადავიდოთ ხო, საერთოდ არ დაიკარგოს. ანუ ესეც ჩემი აზრით ძალიან ლოგიკური ახსნა თუ ჩავკვირდებით და მარცვალს თუ გავაღვივებთ და მარცვლიდან მე მდოგვისხეს გაზრდით როგორც ქრისტე იძახის ასე რომ ჩვენს ირგვლივ შეხვდები ადამიანებს პრაქტიკულად მე ვისთანაც დიალოგი მაქვს, ვისაც ვიცნობ, ვისაც უყურებ აბსოლუტურად, ანუ ჩემს ირგვლივ ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი ხო არ არის ლაპარაკი ჩემს ირგვლივ, მე ჩვეულებრივ საზოგადოებაში ცხოვრობ, აქ არ არის რაღაც ბუშტი ხელოვნების მოყვარულთა ხალხისა, ან რა ვიცი, ასეთი და ისეთი ხალხი, ანუ არც ერთ კლუბში არ ვარ გაწევრიანებული და ასე ვთქვათ, არც ერთ ბუშტში არ ვცხოვრობ. აქამდე აქტიურად ვრღვევდი ადამიანებს ამ ბუშტებს ხო, მაგრამ ახლა მივხვდი რომ ამას საზრი არ აქვს, ჭამბია თავი დაანებო, იცხოვროს, ეგრე ეცხოვრება თავის ბუშტში. ახლა უფრო დიდი მასშტაბით ვარღვევ ბუშტებს, ასე ვთქვათ, YouTube-ზე. მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანი 10 ადამიანი შეიძლება ითქვას, 9 ადამიანი გარეთ ხო. ასეთ სამყაროს ხედვა აქვს, რომ არსებობენ წმინდანები და ცოდვილები, თვითონ წმინდანია, თვითონ კარგია, ეს აძლევს მოქმედების გამბედაობას, შემდეგ სამყაროს ენდობა, იმიტომ რომ კარგია და თვითონ წმინდანია და ამიტომ სამყარო უნდა გაუმართლოს მას, აქედან გამომდინარე თვითონ ხდება მისი პირადი სამყარო არჩევანი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნად, შემდეგ უკვე ადამიანებს ასხოვებს მე ვინ მამებს და მე ვინ მტკენს ამის მიხედვით მტრებად და მეგობრებად, დროთა განმავლობაში მტრების რიცხვი იზრდება, მეგობრების რიცხვი კლებულობს და საბოლოო ჯამში ბედთან გარიგებები ცუდად მთავრდება ისე როგორც პლატონთან დამთავრდა და საბოლოო ჯამში ადამიანი მიზანთროპიის, ანუ კაცთა სიძულვილის საშინელ ჭაობში ეფლობა, რომელთანაც ამოსვლა ძალიან რთულია, ზუსტად ისე როგორც დაემართა პლატონს ხო? ანუ პლატონი ანუ პლატონი ბედთან გარიგებას როგორ დებს ხო? მაგალითად, ანუ რამდენიმე მონაკვეთია, მოდით მონაკვეთების მიხედვით უფრო ადვილია, ასე ვთქვათ, დედუქციიდან ინდუქციაზე გადავიდეთ, ანუ ვთქვათ, თითოეული მონაკვეთი ნაწარმოებისა და შევცადოთ, რომ განვიხილოთ, ხო, ამ იდეებთან დავაკავშიროთ. ანუ ესეთია მაგალითად, ხო, კიდე საინტერესოა, ხო, სანამ ისე ინდუქციაზე გადავიდეთ და გამახსენდა რაღაც. კიდე საინტერესოა შეხედოთ პერსონაჟებს, როგორც კიბეს, ანუ კიბეს, რომელსაც მიყავხარ აღმავალი გზით, ან კიბეს, რომელსაც მიყავხარ დაღმავალი გზით. ანუ წმინდანებისკენ მიმავალი გზა თუ დაცემის გზა. ანუ მაგალითად დაცემის გზაზე ჩვენ გვაქვს ესეთი კიბე, მაგალითად არისტო ქვაშავიძე, სულ ცირშია, მე მგონი, ხო? მერე არის ბეკინა, მერე პლატონი, ანუ ასე ვთქვათ, დაცემის გზაზე სულ ბოლოს აფხურზე არისტო ქვაშავიძე, ანუ არისტო ქვაშავიძე თვალად გადიელებული, განადგურებული და მართლა მიზანთროპიის ჭაობში ჩაფლული ადამიანია, რომელსაც ხსნის იმედი და გამოსწორების იმედი უკვე აღარ აქვს, მაგრამ ეს არის კაცი, რომელსაც ზულს ყველა, რომელიც მანიპულირებს ყველათი, რომელიც საკუთარ პატიმოყვარეობას წირავს, აბსოლუტურად ყველას, თუ პლატონი საკუთარ პატიმოყვარეობას უბედურ ცხენს წირავს, ან ქვაშავიძე ყველას წირავს და ეს კარგად ჩანს იმ სახუმარო ამბებში, რომელიც სახუმარო ამბავი სრულებითაც არ არის, რომელსაც ყვება ერთ-ერთი სტუდენტი ჯიმ შერთან
ჯიმშერთან სტუმრობისას ხო როგორ წაიყვანა გლეხთან თავის ნაცვლი მამასთან სტუმრად ანუ როგორ დაპატიშა სახში რომელიც აღარ არის მივიდა და დახვდა გატანილი ისინი მე როგორ შეხვდა გზაში არისტო და წაიყვანა თავის ნაცვლი მამა გლეხთან როგორ დაუხვდა ეს კაცი მშვენივრად არისტომ დალია გააფრინა და ყველაფერი დალეც მოვლა წაირგვლივ და კიდევ უფრო უხერხო მდგომარეობაში ჩააყენა და საბოლოო ჯამში არისტო არ აღიარებს ამ ყველაფერს ამ თავის აბსოლუტურად სიძულვილით, პატიმოყვარეობით, უმწეობით ნაკარნახევს აქციელს, რომელიც მხოლოდ გრევისკენაა მიმართული, ხო, სადაც არ არის არაფერი ადამიანური და ისევ ამ სტუდენტს ეუბნება ნიშნის მოგებით ხო რომ ჩემ ხო გასვი ხო გაჭამი გზა ხო გაგათენებინე ხო ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი ანუ ხავს ეჭიდება უკანასკენ ხავს ეჭი ხავს აღარ დარჩა და რას ეჭიდება არის თორს მტვერს რომ თავის პატიმოყარება დაიგმოხილოს იმ ჩემი ხათრით გააკეთა ეს კაცმა თორემ მე რო არ ყოფილიყავი ხო არის ამდა ხო ისე მე არის მთავარი არისტოსთვის ანუ არისტოზე ცოტა უფრო მაღლა პლატონი შეიძლება ითქვას არისტოზე ცოტა უფრო მაღლადგან ის ქვედურეთში ბრეგაძეები, ანუ ელენეს ოჯახი, ხო გერები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან ძმები, რომელთა საშინელი ყოფა კარგად აღწერილი, როდესაც არისტო და პლატონი ჩადიან მათთან სტუმრად. როგორ გაუყვეს სახლი, როგორ ცხოვრობს ერთი ოჯახი და ორივე ოჯახი საშენს ლატაკეში მაინც როგორ არწმობენ თავიანთ აპარტამენტებს, როგორ დასდევენ უკანასკნელ ბულგაცილ ქათამს, რომ სტუმარს ასე ვთქვათ დაუკლან, თავს იტყუებენ ბოლომდე, ანუ ისე როგორც არისტო იტყუებს თავს, რომ ჯერ კიდევ მას წონა ხო, ჯერ კიდევ ვიღაცა ანგარიშს გასაწევია, ისევე ისინი იტყუებენ თავს, რომ ჯერ კიდევ ასეთ შეუძლიათ სტუმარს გამოსპეცობდნენ. იმის მაგალითად რომ დაფიქრდნენ რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე რაღაცები შეცვალონ თავიანთ დამოკიდებულებაში და ჯიმშერივით შეძლონ ვთქვათ ახალ დროს მოვიყვონ ის კი არ იფიქრონ რომ რა ჩემ ჯინაზე მოხდა ეს საოცარი იყო ეგოისტური დამოკიდებულება რომ ჩემ ჯინაზე მოხდა რევოლუცია ჩემ ჯინაზე დაეცა ასტეროიდი ჩემ ჯინაზე ყველაფერი არამედ დაფიქრდნენ რომ სადაც ინგრევა იქ შენდება კიდევაც, იმიტომ რომ სამყარო ესეთია დუალისტურია, ხო, სადაც გრევა იქ შენებაა და მოდი ვნახო, ხო, შევატრიალო ჩემს ხედვა სამყაროს, ანუ ვნახო, სად შეიძლება ავაშენო, რასაც ჯიმშერი აკეთებს და მშვენივრად ცხოვრობს. შემდეგი ეტაპი ანუ ბრიგაძეების ანუ არისტო ქვაშევიძე, რომელსაც არაფერი დარჩა ბრიგაძეები, რომლებიც იმ პროცესში არიან, რომ არაფერი დარჩეთ. პლატონი, რომელსაც ჯერ ძმა არ გარშენია და ჯერ კიდე რაღაცა გააჩნია, ხალხი უფრო ძლიერადაა ამოზრდილი. შემდეგ ყავს კირილე, რომელსაც ჯერ საკმარისი ქონება აქვს და ანიელებს ამ ქონებას და ალბათ პლატონის შემდეგ ბეკინა, ხო, რომელიც ჯერ კიდე ბუშტში ცხოვრობს, არაფერი არ გააჩნია, მაგრამ ბუშტში ცხოვრობს და შემდეგ კირილე, რომელიც ბუშტში ცხოვრობს და გააჩნია კიდევაც და ჯიმშერი რაც არ უნდა უცნაური იყოს ამ უარყოფით კიბის თავში, არა ამ უარყოფით კიბის მეორე მხარეს შეიძლება დავსვათ ჯიმშერი და ვთქვათ რომ ანუ შინაგანი ეს რომ გაიაზრებინა ასე რომ მოქცეულიყო, ასე კი არის ისე რომ მოქცეულიყო, ხო, მაშინ ძალიან ადვილი იქნებოდა ყოველთვის რომ ჯიმშერივით გამოეყენებინათ შესაძლებლობები და უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის უპავს ეგო, ხო? ეგო ამპარტავნება ეს ეგოისტური თვალით სამყაროს ხურება, რომელიც დამღუპველია, მაგრამ ძალიან ძნელია ეს შეცვალო, რატოა ძნელი? ალბათ იმიტომ, რომ წამით მაინც უნდა წამით, არა, ძნელიც არ არის, ხო? წამით ჭირდება უბრალოდ, რომ მოწყდე საკუთარ თავს, საკუთარ ეგოს, საკუთარ პატარა არსებობას, საკუთარ პატარა სხეულით ნაკარნახევ საჭიროებებს და სიტუაციებს ბუშტიდან წამით გახვიდე და როგორც კი წამით შეძლება მას, ეგრევე მარცვალი ვარდება შენში, რომელსაც მერე უკვე ვეღარაფერს უშველი გაიზრდება, სწორედ ისე როგორც იგისთან ხდება, ხო? და ესენი კანონზომიერებებია, რომლებიც გაშის, ანუ კამათის მიღმა, ანუ როცა ჩვენ საუბრობთ რაღაცები უნდა მივიღოთ, როგორც კამათის მიღმა, იმიტომ რომ თუ რაღაცები, ეს სვეტები კამათის მიღმა უბრალოდ როდესაც ასწავლი ადამიანს ხსნია ყველაფერს ლოგიკურად, ან თვითონ ადამიანმა უნდა გადაიაზროს ლოგიკურად, ხო? რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს სვეტები
ლოგიკურად გამართლებულია და ნამდვილია და რა თქმა უნდა კიდე სხვა რაღაც გჭირდება ლოგიკა მარტო არ დაფეხმარება იმაში რომ ეს აზროვნების სვეტები დაალაგო ხო რამედ კიდე გჭირდება არჩევანი უნდა აირჩიო რომ ხარეს დღების ნიათლის ხარეს თუ სიკეთის ხარეს განვითარების ხარეს თუ დეგენერაციის ხარეს გჯერა უფლის ყოვლის ასე ვთქვათ შემძლეობის და სიკეთის ომფალი სიკეთეა რომ სიკეთის შესაძლებელია რომ განვითარება შესაძლებელია რომ ყველა სიტუაციიდან გამოსვლა შესაძლებელია ეს არის სიკეთის რწმენა ხო რომ არ არსებობს დამგუპალი სიტუაცია თუ შენ სწორი პოზიცია დაიკავე ამას კიდევ რაღაც შინაგანი უნდა ხო რომ თქვენ თავს უნდა გითხოთ და თქვათ რომ ეს მირჩევნია თუ ის ხო მაგრამ ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანი რა თქმა უნდა თუ თავს კითხავს ამას არჩევს განვითარებას არჩევს ბრძოლას არჩევს სიტუაციიდან გამოსვლას არჩევს ღვთის ყოვლის შემძლეობის და ყოვლის სიკეთის ყოვლის შემძლეობის იდეას და დამიჯერეთ იმას რასაც თქვენ ირჩევთ ანუ ის განსაზღვრავს მე ყველაფერს სამყაროც კი იცვლება ხო იმის მიხედვით რა კუთხით უყურებთ მას მეორე ნათელ ხარეს გაჩვენეთ თუ მხოლოდ პლატონივით ოღონდ უყურებთ ვერ დაინახავთ დაბრმავდებით ნათელი ხარისკენ ხოლო თუ ოდნავ წამით მაინც გადგებით საკუთარ თავიდან და გვერდიდან შეხედავთ მაშინ ნათელსაც დაინახავთ ანუ პლატონი ხო ანუ და ამაზე ფიქრი შეიძლება ხო როგორ გვანან ერთმანეთს და როგორ ავითარებენ ერთმანეთს ეს პერსონაჟები ანუ კირილე ბეგინა პლატონი ბრიგაძეები და ქვაშავიძე ანუ ზემოდან მოდიხარ ქვემოთ ეცემი და როგორ შეეძლოთ საკუთარი არჩევანით რომ ჯიმშერის პირველი რაც უნდა გაეკეთებინათ არის ის რომ უნდა არანაირად რომ ჩვენ ჯინაზე მოხდა რევოლუცია ღმერთმა დაგვსაჯა ამაზედაც გმადლობ ღმერთო პლატონი და ყოველ მის საუბარში ღმერთთან გამოსჭირს დიდი საყვედური ამასე და თქვა ესეც რო არ წამოსწვი ღმერთო ანუ ღმერთი ბოროტია და სოფელი კეთილია ამ დროს ბედს ენდობა ღმერთთან ესეთ დამოკიდებულება აქვს ხო და ბედს ენდობა იძახის რომ რაღა ხა სადაც მოვდივარ ყველგანამ ქალის სახელი მიხსენეს და რა ვაიქნება რომ გამიწყრეს ღმერთს და ბედს ერთმანეთში ურევს ხო ალბათ საჩემოა ეს თორე რატომ იხსენებდნენ რაღაც გაურკვეველ ნიშნებს მიყვება იჯერებს იმას რომ სამყარო სოფელი ასე ვთქვათ გაუღიმებს ფორტუნა გაუღიმებს ფორტუნას მოახდეს ზურგზე და აღვირები დაიჭიროს რაც სისულელეა ანუ ბედი აბსოლუტურად შემთხვევითი რაღაცა ხო ამას წერს გურამიშვილი ამას წერს ბიბლია და სახარებად ცოტა დაფიქრდებით და გაანალიზებთ ესია ხო ჩვენ გამორჩეული არავინ არ ვართ არავინ არ ყველაფერს რო თავი დავანებოთ სიკვდილი არავის გვინდობს ხო სურო ყველაფერს თავი დავანებოთ ამიტომ არ არსებობს ვინმე გამორჩეული რომ ბედის ნებია რომელსაც ბედის წყალობს ეგეთი რამე მქონდა არ არსებობს და მით უმეტეს არ უნდა დაიჯერეთ რომ თქვენ ხართ ის ნებია ვისაც ბედის წყალობს ანუ ეგოისტური დამოკიდებულებების უამრავი მაგალითია თუნდაც მაგალითად ამბობ დროს საანისტი რა ვქნა ძმაო შენ შეიძლება გამოჯეკილი ხარ და შეჩვეული ხარ მაგრამ მე ნაზი ვარ მე არ შემიძლია მის გაკეთება არა მე განსაკუთრებული ვარ ხო ეს საკუთარი სისუსტის ასე ვთქვათ განდიდება იმის აღიარება რომ სუსტი ხარ ანუ ეს კარგია რომ სუსტი ხარ რომ გამოჯეკილი არ ხარ რას ფიქრობ როცა დრო დადგება ვინ გადარჩება მე თუ შენ ხო და არა თუ ის რომ საკუთარი სისუსტე აღიარო რაღაც განსაკუთრებულ თვისებად და სასიმონო რაღაც არ ვიცი რა არამედ ის რომ ამით ცდილობ მე დამაჩმარო ხო რომ შეიძლება გამოჯეკილი ხარ შეიძლება ხელები გაუხერშებული გაქვს ხო შეიძლება ცოტა არ იყოს და უხერხ სიტყვებს ურევ საუბარში იმიტომ რომ ცხოვრება ბევრი ცუდი განახა შეიძლება ცოტა მკაცრი სახის გამოტყოლება გაქვს და მოგიწია ფიზიკურად და სულიერად უფრო გაკაჟებულიყავი მაგრამ ძმაო ეგ შენი პრობლემაა ხო მე ჯერ ნაზი ვარ სათუთი ვარ უმაგოა მე ჯერ გარ გამომიცდია იმიტომ რომ ბედს მე უყვარ ვარ ხო ჩეკინე ხო გაგიმარჯვეთ მაგზით მოარულებ ხო მაინც შემეწყო ხო ეს მიკერძოება და სიმწარე მეგოისტი ხალხის მიმართ ხო კიბებზე იგივე კიბე შეიძლება ვთქვათ ვეფხის წყალსანში ოღონდ ეს აღმავალი კიბია მაგალითად შერმადინი ფრიდონი
ავთანდილი და ტარიელი, ხო? შერმადინი პირველი საფეხურია, ანუ შერმადინი ავთანდილს ბაძავს ყველაფერში. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა და ამსგავს ეუბნება ავთანდილი, როცა ტოვებს. ანუ შერმადინი ავთანდილს ბაძავს ყველაფერში და ბაძვა სიკეთე არ არის, ხო? ბაძვა სიკეთის პირველი საფეხურია. ანუ სიკეთე არის, როდესაც უკვე ძველ ბილში გამჯდარი ის სიკეთე სუნთქვასავით ბუნებრივია შენთვის კეთილის სიკეთისკენ სწრაფვა და სინათლისკენ სწრაფვა, როცა უკვე თავისუფალი ნებით აკეთებ ამას და არა ბაძვით, როცა შენ თვითონ ირჩევ სიკეთეს და ამაში მყარად ხარ დარწმუნებული, როგორც ამას აკეთებს ავთანდილი. იმიტომ რომ ავთანდილი განსხვავებით პლატონისგან არ ფიქრობს, რომ სამყაროს რჩეულია, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ასე ვთქვათ, საბუთი აქვს, რომ იფიქროს, რომ სამყაროს რჩეულია, ხო? თავადი არის, სპასპეტი არის, თიანთინის საწფო არის, ყოველგვარი სიკეთით შემკულია, ფული აქვს, ფიზიკური წვრთნა აქვს, სულიერი წვრთნა, განათლება, ყველაფერი აქვს, ხო, რა გინდა, კაცმა ინატრა, რომ ავთანდილს არ ჰქონდეს, მაგრამ ავთანდილი ამას არ სჯერდება, არ იძახის, რომ სამყარო მე გადამაჩენს, იმიტომ რომ განსაკუთრებული ვარ, იმიტომ რომ ქვეყნის თვალი და მარგალიტი ობოლი ვარ, ხო, როგორც მას უწოდებს ავტორი. არამედ ავთანდილი იძახის, რომ რაკინია ასეთი ვარ, პასუხისმგებლობა მაქვს მაღალი, ხო? ანდერძში როსტომას ეუბნება, შენ ჯერ ხარ უსწავლელი კაცნი, ვიცა შევაჯერენ, ჩვენ განათლება გვაქვს, სამყარო ყველაფერი მოგვცა და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ხო, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი, წავიდეთ უფრო მეტი სინათლისკენ. ანუ თეორია და პრაქტიკაში დავამტკიცოთ. სიყვარული აღგვამაღლებს ვითესვანი ამას შეხერენ წაგიკითხავს, მოციქული სიყვარულს არა გვაწარენ, მითითყვიან მითაგებენ, ცნობანი მიაფერენ. ავთანდილი იძახის, რომ შენი ვიწრო გაგება უნდა გააფართოოს ღვთის ფართო ცნებებისად, მის კი არა ღვთის ფართო ცნებები დააპატარაო, რომ შენ პატარავით რო გაგებას მოერგოს, რაც ეგოისტი ადამიანი აკეთებს, რასაც პლატონი აკეთებს, ხო? პლატონი ღმერთს ავიწროვებს, რათა თავის ვიწრო გაგებაში ჩასვას, ხო? იმდენად ავიწროვებს ღმერთს, რათა თავის ვიწრო გაგებაში და საჭიროებებში ჩასვას, რომ ბოლოს ანუ ღმერთთან გარიგებას დებს, ანუ ეუბნება, რომ აღარ გამოვართმევ რეგაძეებს თანხას, გავარდება სასწრაფოდ გააკეთებს ამას და მოკალე ან გაუწყალე ელენეს მუცელი და ვერც კი ხვდება იმდენად ბრმარი რას თავს ხო? იმიტომ რომ იმდენად დააპატარავა, რომ ღმერთი ხამისთვის უბრალოდ კერპია. ანუ აღარ არის ღმერთი კერპია. კერპი, რომელიც სასტიკი მომთხოვნი და დამსჯელია და რომლის გულიც არ იცი რითი მოიგო და ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარიგებებით და იმებით ცდილობ, ხო? იმიტომ რომ კერპია ყველა, ანუ ამას იძახის რასელ ბრენდი. ინტერნეტში მონახავთ, თუ გაინტერესებთ. ანუ თუ ბიბლიაში წერია, რომ არ დაიმონო ღმერთს, ხო, ჩემს გარდა არ ახსენო სხვა სახელი. იმიტომ რომ თუ თქვენს ცნობიერებას არ გაზდით დიდი იდეებისადმი, მაშინ გაღმერთებთ ყოფიც, ხო? ხიულს, ცხოვრების სრულს, რაც არის უკვე კერპი. ანუ კერპი არ არის აუცილებელი ოქროს ხარ ჩამოასხათ და ებრაელებივით თაყვანისცემთ და ორგია გამართოთ მის წინ, როგორც მოსეს დახვდა, როცა მთიდან ჩამოვიდა, ხო? არამედ კერპი შეიძლება იყოს ღმერთი, რომელიც იმდენად დააპატარავეთ, რომ დაიყვანეთ თქვენს ვიწრო ცნობიერებამდე და აზროვნებამდე, როგორც აკეთებს ამას ლუარსაბი და აკეთებს ამას პლატონი. არამედ ხო და ავთანდილი ამას იძახის, რომ ცან ცნობანი მიაფერენ, გაზარდე, wrap your head around idea, გაზარდე თავი. და ანუ ავთანდილის დამოკიდებულება სამყაროსადმი არ არის, რომ სამყარო მე დამინდობს, ხო? ფათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს თუნდა 100 იძახის, ხო? ფათერაკი ვერას მიზამს, ცავს თუ ცისა ძალთა დასი. ღმერთია ყველაფერი დამოკიდებული, მე ბრმა ვარ, ადამიანი ვარ, თავს ვიტყვებ, ეგოისტი ვარ, ეგო ჩემში კიდია. ავთანდილი არ იძახის, რომ მე წმინდანი ვარ, ავთანდილი სამყარო არ არის წმინდანების და ასე ვთქვათ, ბოროტების სამყარო, ხო? ავთანდილს არ ამოძრავებს ის აზრი, რომ თვითონ მაგალობა, პირიქით ავთანდილს ამოძრავებს ის აზრი, რომ
ანუ თვითონ მიუხედავად ყველაფრისა მაინც აკლია რაღაც ხო უნდა გაიზარდოს და არ უნდა შეწყვეტოს უნდა წავიდეს სინათლისკენ და ამაზე პასუხისგებლობა უნდა ხო რაც აქ ის გამოიყენოს ასე ვთქვათ ტრამპლინად საფუძვლად იმისთვის რომ კიდევ უკეთესი გახდეს და და ამიტომ ეძახის ავთანდილი ხო რომ თეორია პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს მისთვის სწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ წყობთა წყობისა როცა ფიქრი სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვევა როცა ბუდისტებს როცა სიტყვა საქმე და ფიქრი ერთია და ავთანდილი არ ფიქრობს რომ როგორც პლატონი ფიქრობს რომ კაცი არ მომიკლავს არავისთვის მომიპაროს ამიტომ ღმერთო მე შენგან მეკუთვნის სიკეთე ხო მაგრამ ავთანდილი ფიქრობს რომ ავთანდილი ფიქრობს რომ მე ყველაფერი მომცა ღმერთმა ცოდნა განათლება ფიზიკური ხორცელი თუ სულიერი ყველანაირი სიკეთე და მე მაქვს პასუხისგებლობა რათა შევასრულო ადამიანის უდიდესი დანიშნულება რაც არის შესრულო შენი ყველაზე დიდი მისია ხო გიყვარდეს მოყვეს შენი ვითარს და თავი შენი გასწირო სიცოცხლე მოყვეს ისთვის რასაც ქადაგებს ქრისტიანობა ავთანდილი ეძახის რომ თავისუფალი ნებაა ყველაფერი და პრაქტიკულად ანდერძში რეფრენად იმეორებს არავიქ მოცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნებისა ანუ მთელი ანდერძი სავსეა ასეთი რეფრენებით ხო აქეთ არის მაგალითად მე ვითგავს ლომისობა ან სიცოცხლევით მეთნების ძახილის ნიშნებით ბოლოს ერთგვარი რიტორიკული ამოძახილებია ხო სადაგინდვიყო რამ გამაყოფონცა მქონდა ნებისა ანუ სადაც არ უნდა ვიყო რაც არ უნდა დამემართოს ჩემ ნებას ჩემ თავისუფალ ნებას ხო გავატარებ ძახს ავთანდილი თავისუფალი ნების ადამიანია რომელიც მასალით ოთანად ქვრივით იძახის რომ ჩვენ ამ ქვეყნად მარტოები ვართ ხო ჩვენ ამ ქვეყნად ჩვენ თავისუფალი ნების ამარა ვართ ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ საითკენ წავიდეთ როგორ შევხედოთ სამყაროს ღვთისკენ წავიდეთ თუ ეშმაკისკენ ეგოსკენ თუ სიყვარულისკენ ხო და ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი თუმცა ეს არჩევანი არავინ არ იცის სწორია თუ არ არის სწორი ამას ეს მხოლოდ ღმერთმა იცის იძახის ავთანდილი ამიტომ არც არავისი განსჯა პრაქტიკულად შეუძლებელია რასაც პლატონი და თათქარიძე მუდმივად აკეთებენ რასაც ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი მუდმივად აკეთებს ხო რომ გასჯიან ერთმანეთს მაშინ როცა არასოდეს არ უცდიათ წამით მაინც გამდგარიყვნენ საკუთარი ეგოსგან როგორც ეს მაგალითად პლატონს შეეძლო გაეკეთებინა და შეეხედათ სხვა ადამიანებისთვის არა ისე რომ უირაკაი მე მაგის მდგომარეობაში ვარ როგორც პლატონი აკეთებს ხო გაწყდეს ეგ მე მეტი დამრჩება ხო არამედ იმ გაგებით რომ მე და ის ადამიანი ერთ დონეზე ვართ მეც ისევე მებრძვის სამყარო როგორც მას ყველა ანუ მე შეიძლება კიდევ უკეთეს მდგომარეობაში ვარ იმიტომ რომ ბედმა უკეთესი რაღაცები მარგუნაში ის აუცილებლად მონახავთ მასთ მაგალითს და მაგალითად ავიღოთ ორი ძმის იგავი ხო სადაც ერთ ძმა ფიქრობდა რომ ამას ცოლი და შვილები ყავს და ორმოში უყრიდა ხორბალს და მეორე ძმა ფიქრობდა რომ ეს მარტოა და უყრიდა ორმოში ხორბალს ღამით ესე გავიგეცოდინებათ და ბოლოს ორივეს გაუმრავლა ანუ მაგალითად დიდარი და ღარიბი ხო როცა ერთმანეთს უყურებს ანუ დიდარმა არ უნდა თქვას რომ იცი რა მე ფული მაქვს მე გაზოზინებული ვარ მე ამას ვაკეთებ ამიტომ ამას რა უნდა მომცეს ხა ღარიბმა მე ხო და ღარიბი არ უნდა ფიქრობდეს რომ მაგას გაუმართლა ღმერთმა ანუ ბედმა გაუღიმა მე ჩაგრული ვარ ამ ქვეყნად რაც იწვევს სიძულვილს არამედ მოდი დავფიქრდეთ ხო ანუ სიმდიდრის მართვა ადვილი არ არის ანუ სიმდიდრის მართვაში კარგავ ძალიან ბევრ რაღაცას გეკარგება ღამის ძილი ადამიანების უმრავლესობას ზულხარ ბევრი ფიქრობს რომ ანუ ფულს არ მოაქვს ბედნიერება ფულს მოაქვს ბევრი შინაგანი დაპირისპირება იმიტომ რომ ფული დაკავშირებულია ეგოსთან პარტანებასთან რაღაც ბუშტის შექმნასთან ხო შენ თავის გარშემო რაც საბოლოოდ მოიტანს რაღაც სირთულეებს ოჯახში და შენ საკუთარ თავში ხოლო ღარიბი ამისგან ცდუნებისგან დაზღვეულია ხო ღარიბ ოჯახებში ხშირად არის ხოლმე განსაკუთრებული განწყობა ოჯახის წევრებს შორის განსაკუთრებული გამძლეობა სამყაროს უკეთესი ცნობა, იმიტომ რომ ბუშტში არ ცხოვრობენ, იმიტომ რომ რეალობას მუდმივად ეჯახებიან უფრო მეტი სულიერი ძალა, ხო? და
ღარიბ შეუძლია მდიდარს ესე შეხედოს, ხო, რომ ეს სულიერი ძალა იმას არ აქვს და მოდი მივიცემ. ამ მდიდარს შეუძლია ღარიბს ესე შეხედოს, რომ მე რამდენი მაქვს და იმას როგორ აკლია და მოდი მივცემ, ხო? და მაშინ ორივე აივსება. ანუ სამყარო რომ ამ პრინციპზე იყოს აგებული, რომ მე მეურეს უყურებდე და იმას კი არ ვხედავდი, იმას რა აქვს და მე რა არ მაქვს, არამედ ვხედავ და იმას რომ მე რა მაქვს ძალა და იმას რა აკლია და მინდოდეს რომ გავცე, ხო, როგორც ეს ორი ძმა უყურებს, მაშინ ვიცხოვრობდით 60-ში, იმიტომ მაშინ ყველას ყველაფერი ექნებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ მოგცემდა, ხო? ადამიანთა ეს უდიდესი მრავალფეროვნება მოგცემდა ყველაფერს, რაც გჭირდება იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, სრულყოფილი იყო, ანუ ვეფხისტ ყავსნის გმირების მსგავსი დამოკიდებულება გქონდეს. მაგრამ პლატონი ამას არ აკეთებს, არც თათქარიძე არ აკეთებს ამას. მაგრამ ავთანდილი აკეთებს. და ავთანდილის დამოკიდებულება ადამიანისადმი ყოველგვარი გასჭის მიღმა, მაგალითად, როდესაც ავთანდილი არ გასჭის ადამიანებს, ეგოს არ იმაღლებს სხვა ადამიანების კრიტიკით და გასჭით, ხო? როცა ფატმანი სასუყარულო წერილს მისწერს, ავთანდილი თავიდან ბრაზდება და საინტერესოა, ესეც რუსთაველი რამდენად რეალისტურად აღგვიწერს თავის გმირებს, ხო? რომ ყველა ბუნებრივია, ყველა რეაქცია, რომელიც მის გმირებს აქვს, ცალცრად ბუნებრივი და ადამიანურია. ანუ პირველი ავთანდილის რეაქცია არის ეგოიზმით და ბრაზით გამოწვეული, ხო, მე ვინ და ფატმანი ვინ, ხო, ანუ როგორ გაბედა, როგორ გამიბედა, მაგრამ მე ფიქრობს და მე ესეთ ასკონს აკეთებს, რომ ხო, მაგრამ კოკასაში რაღაცას დგას იგივე წარმოსკინდების, ანუ გაითვალისწინე ვინ არის ფატმანი, სად გაიდარდა, ხო, სავაჭრო ქალაქში, რომელიც ხო სადაც მოხუცის კი გაყუნდებით, სადაც ხოთ ხორციელი სიამოვნებებია, როცა ეს საზოგადოებაში იზრდები, რატომ უნდა ელოდე, რომ იმ ადამიანს ექნება ან შენაირი ზნეობა, ან ამაღლებული დამოკიდებულება სამყაროსადმი, ან განათლება. კოკასაში რაღაცას დგას იგივე წარმოსცინდებით, ანუ ადამიანთა უმრავლესობა შეიძლება უამრავი ცოდვა აპატიოთ, მხოლოდ ამ პოზიციიდან გავლენ, რომ დაფიქრდით სად გაიზარდა, ხო, დაფიქრდით რა მისცეს. მე დაფიქრდით თქვენ რატო ხედავთ უფრო მეც და მიხვდებით რომ თქვენ გაგიმართლეთ. ხო, რა კი გაგიმართლეთ, ესე იგი პასუხისმგებლობა გაქვთ. ანუ რა თქმა უნდა, ძალიან გავრცელებული არგუმენტია, რომ როგორც კი ეს რაღაც ცეტყვი ეგრევე ცრუ დილემას დიდებენ ზღვირწინ, ხო, რომ მაგალითად ბავშვებს როცა ვშალობდით იმაზე, რომ მათ ხორისთვის ფულის მიცემა არის თუ არა სიკეთე, და ლოგიკურად დაუდასტურებთ, რომ ეს არ არის სიკეთე, იმიტომ რომ მე-3 კლასელი ბავშვი ქუჩაში რო დგას და ფუნთუშის ფულს აძლევს, მას პრობლემებს არ უგვარებს, ხო, მას სახლის სჭირდება, სითბოს სჭირდება, სიყვარული სჭირდება, სოციუმში სჭირდება და შენ მას სიკეთეს კი არ უშვები, არამედ გეზიზღება, ხო, ანუ ამიტომ რატომ უნდა იყოს მადლობელი, ან შენ ელოდები, რომ ფუნთუშის ფულს რომ ისე უნდა გაღმერთოს, ამას დიდი ეგო რა არის, ხო? და როცა ბავშვები ამას იაზრებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მართალია, რა თქმა უნდა, ისე ვირთვებოდა თავდაცვითი მექანიზმი და იმის მაგრამ თუ ეღიარებინათ და გაიაზრებინათ და იტვირთათ ხო მთელი სირთული ამ ახალი აზრისა და იდეისა, ეგრევე ცრუ დილემას მიყენებდნენ. მაშა ოქნა სახში წამოვიყვანო? არა, ანუ სანამ მოქმედებაზე გადახვეჭე, უნდა იფიქრო, ხო? არავინ არ იცახის, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს, ანუ იქ უამრავი რაღაცა არის. გზა არის გასავლელი, ხო? სადაც უნდა იფიქრო, როგორ მოაგვარო ეს პრობლემა. ესე არ არის, რომ მაშა ოქნა სახში წამოვიყვანო? თუმცა რავი, გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება მაგანაც გაჭრას, თუმცა დიდი რისკია. ხო. და ფატმაზე ვლაპარაკობთ, რომ ზოგადად არ გასჭის, ხო, ავთანდილი ფატმას. და მე იძახის, რომ და მე უკვე თავის საკუთარ იმაზე ფიქრობს, არა ორი ბოროტიდან აკლებს, ეჩოს ის ფიქრობს, რომ გვერდზე გადავდოთ ჩემი ეგო, გვერდზე გადავდოთ ფატმანის მორალი, რომელიც მის ბრალი არ არის, დიდწილად იმის ბრალია, სად გაიზარდა. გვერდზე გადავდოთ ხო, ეს ორი რაღაცა, ჩემი ეგო და ფატმანის მორალი. რასაც სადამდე ჩვენ ვერ მივდივართ, ხო? ჩვენ საზოგადოებაში გვერდზე ვერ ვდებთ ჩვენ ეგოს და მეორე ადამიანის მორალს, აქ ვართ გაჭედილი. ანუ ადამიანები ჩემს ირგვლივ ერთი მეორეს უყურებენ მხოლოდ ამ გაგებით, ხო? ჩემი ეგო სხვისი მორალი, ანუ მე წმინდანი ვარ და სხვისი მორალი მაძლევს საშუალებას ჩემი ეგო კიდევ უფრო გავზარდო, კიდევ უფრო გავიდიდო, კიდევ უფრო შევადარო ჩემი თავი, იმას მე არ გამიკეთებია ის ასეთია და მე მიდის ეს დემონიზაცია, შეძულება ერთმანეთს და სრული მიზანთროპია, ხო? რაშიც ჩადირულები ვართ. ანუ კიდე აქ ორმაგი სიტუაცია, ანუ ვიღაცა მეტყვის, რომ კი მაგრამ ქართველები ყველაზე უფრო სტუმართმოყვარე ერი ვართ, ყველაზე უფრო მეტად გვიყვარს. კი ბატონო, სტუმართმოყვარები ვართ, იცით რატომ? ანუ
იმიტომ რომ როცა უცხოელს ვხედავთ, მისგან ველით რაღაცას, იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენერი გაჭირვებული არ არის და როცა ქართულს ვხედავთ, ვიცით, რომ ჩვენერი გაჭირვებულია, მისგან ვერაფერს ვერ მივიღებთ და ამიტომ შეიძლება გამარჯვებას არ უთხრათ, ხო? მე მაგალითად ხშირად ვქონია შემთხვევები, როცა ვთქვათ ქუჩაში უცხოელი მგონი ვარ და დამოკიდებულება ტაქსის მძღოლებისა, ხო? ყველანი გიღიმიან და მე სერიოზული ის მაქვს ხოლმე, ასე ვთქვათ, სინდის ქენჯნა, რომ საფიან რაღაცას ელიან და მე იმეც უცრუებ, თუმცა ჩემ ბრალი არ არის. თუმცა რატომ უნდა მქონდეს ეგ სინდის ქენჯნა კიდე ცალკე საკითხია. ან მაგალითად ადამიანები, რომლებიც გესალმებიან ქუჩაში, თუ იციან, რომ ქართველი ხარ, არ გესალმებიან, თუ უცხოელი ხარ, გესალმებიან. რატომ? იმიტომ რომ ქვეშეცნებულად დევს ეს, ხო? რომ ეს უკეთესი სამყარო ძანაა ამისგან შეიძლება მზე მოგეფინოს, მაგრამ არა შენაირი გაჭირვებული ადამიანისგან, ხო? თანაგრძნობის უნარით, როგორც ესეთი. ზუსტად პლატონის ფილოსოფია, ანუ პლატონს მხოლოდ ის ადამიანები იზიდავს, რომლებისგანაც რაღაცას ელის, ხო? ანუ თავისნაირი გაჭირვებული მრეგვაძეების მიმართ არც თანაგრძნობა აქვს და არც სურვილი იმისა, რომ პირიქით ურჩევნია, გაწყდეს ერთი ეგ, მე უკეთესად ვიქნები, ხო? რაც არის თავიდან ბოლომდე ეგო. უნდა გასცდეთ საკუთარ ეგოს და სხვის მორალს. და შემდეგ უკვე უნდა დაიწყოთ ფიქრი იმაზე ავთანდილივით, რომ რისთვის ვარ მე აქ, როგორ დამეხმარება ეს სიტუაცია და როგორ შეიძლება გამოვიყენო ეს ყველაფერი ისე, რომ არ გადავვარდე ზედმეტებში, ანუ ავთანდილი არის ქალაქში, სადაც მოხუციც კი გაყრმდება, მაგრამ წამითაც კი არ ფიქრობს იმას, რომ გადაეშვას ხორცელი ტკბობის იმაში. არ ფიქრობთ, რომ ეს არ უჯდება ძალისხმევად, ავთანდილი ჩვეულებრივი ადამიანია, ყველას უჯდება ძალისხმევად. ავთანდილი სტალინი არ არის, სტალინსნაირი გმირი არ არის, ხო, ეს იდეოლოგიური გმირი არ არის, რომელსაც ჩვენ შეგვაჩვიეს. რომ всё დაიბადა ეგეთი და არც ვითარდება, არც დაბლომითის, არც მაღალმთის. ავთანდილი ადამიანია. ამიტომ აუცილებლად უნდა ჩაუთვალოთ დამსახურებაში ის, რომ ასეთ ქალაქში განცხრომაზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს მიზანზე, და ეს უჯდება სულიერ ძალებად, ხო? და ეგრევე ფიქრობს მიზანზე და მიზანი მაღალია, მიზანი ძალიან კეთილშობილურია და თუ სიკეთისთვის იბრძვით ისე არ არის, რომ არ გაისვრებით არაფერში და უწყინარი და თოთო ბავშვები თუმანკოები მოიპოვეთ სიკეთეს, არ ხდება ესე, ხო? ან ორი ბოროტი და ნაკლები ბოროტის არჩევა გიძავს. და ეს არის მოწიფულობის ნიშანი, რომ ბნელი შენს თავში გაიაზრო და ბნელი შენს თავში გამოიყენო სიკეთისკენ რომელი სინათლე მოიფინოს ყველას და შემარჩევს შენში ბნელს. ანუ საკუთარი dark side, ხო, raising your dark side. ეს არის ნიშანი მოწიფულობისა და სიკეთისა. თუ ადამიანი ბოროტი არ არის, კეთილი ვერ იქნება. თუ ვერ იაზრებს სიბოროტეს საკუთარ თავში, კეთილი ვერ იქნება. რაც უფრო მაღალია შენობა, მით უფრო ღრმა აქვს საძირკველი, რაც უფრო კეთილია ადამიანი, მით უფრო მეტადაა გააზრებული თავის ბოროტით პოტენციალი, ხო? და არა თათქარიძე, რომელიც იცავს, რომ მე უმანკო ვარ, არავის არაფერს დაუშავებ და უამრავ ადამიანს აქვს ეს რა ქვია არგუმენტი, რომ ვის რას უშავებს, უარსაბი, კეთილი არსებაა და ესეთი ადამიანებით აირგვლივ სამყაროს, ან საქართველოს კონკრეტულად სავს და ასე გიყურებენ შენ, ხო? შენ უნდა იყო უმანკო, უწყინარი. აი ხა კაცო შიგნით რაღაცები ყველას გვაქვს, ხო? ანუ შიგნით რა ხდება, ეგ შენი მორალია. და ისე საზოგადოებაში კაცთმაამებელი უნდა იყო, არავის არაფერი დაუშავა, ყველას გავღრმა, ყველას აყვე. კაცთმაამებლობა არის. უწყინარი და უმანკო და რაც შეიძლება უსაფრთხო უნდა იყო, ხო? როგორც კი პოზიციას დაიკავებ, რომ მე ცალკე ინდივიდი ვარ, ხო, მე სახიფათო ვარ, ეგრევე ყველა შენს წინააღმდეგ ეს ადამიანები ყველა შენს წინააღმდეგ ერთიანდებიან და თავს გესხმიან, იმიტომ რომ მათ ეს მიაჩნიათ ბოროტებად, ეს ჰომო სოვიეტიკუსის კიდევ ერთი ფენომენია, რომელიც ძალიან საინტერესოა. მაგრამ ზუსტად ეს უწყინარი და თოთო ბავშვები, როცა სიტუაცია ჩაუვარდებათ ხელში, ყველაფერს გააკეთებენ, იმიტომ რომ ისინი საკუთარ მორალს არ იცნობენ. წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ თავიანთი თავი. ამიტომ როცა ლუარსაბ გადაწყვეტს, რომ სახლში ჯადოა, იმის უკან იმალება, ხო? სვეტის უკან და დაერჯენსონება რა დროს კაცობაო, ხალო სახლში ჯადოაო, ხო? და მერე გამოფხიზლებული ყველანაირ მიზეს იყენებს იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს, ხო? რომ აბა როგორ სხვა ჯადოს უნდა შეგეშინდეს, აბა როგორ სხვა, ხო? გიჟი კი არა ვარ, ვინმესთვის თავი გავწირო. ავთანდილი კაცო, ეგ რაღაც გამოგვენილი პერსონაჟია ლიტერატურას არაფერი საერთო არ აქვს ცხოვრებასთან. მოიცა რა. გაგიმარჯოთ, მაგ ფილოსოფიით სადამდეც მიხვალთ, კარგი არაფრამდე არ მიხვალთ, ხო? ასე ფიქრობს ავთანდილიც, ანუ ავთანდილი
იძახის რომ აირჩიენ რომ შეგეშინდება საფრთხეს, რადგან საფრთხეს ვერ გადაურჩები. შეხედა როგორც თავ გადასავალს. ჩვენ ყველაფერს საფრთხეს ვუყურებთ. ჩვენთვის თავ გადასავალი არ არსებობს, ყველაფერი საფრთხეა. აირჩია, რადგან სხვა შენს მაგირად ვერ აირჩევს, რადგან შენში ნეგანი მდგომარეობა არ ემთხვევა მეორე ადამიანს ეს, ხოლო ის ვინცაც შენაირად განიცდის, გახდება მეგობარი. და ვინ არის ნამდვილი მეგობარი? მეგობარი და გეხმარება აირჩიო და არჩევას უერთგულო, მეგობარი თვალს აგიხსნას როცა დაბრმავდები, მეგობარი ჭირს გაგინახავს, მეგობარი დანებების უფლებას არ მოგცემს, მეგობარი შენი მეორე მე არა, რომლისთვისაც თავგანწირვა თავს გაპოვნინებს, იმიტომ რომ ავთანდილი თავს პოულობს ამ მოგზაურობაში და შეიძლება ძალიან პარადოქსულად ჭრელდეს, ხო? იმიტომ რომ ზოგადად იდეოლოგიური თვალსაზრისით ასე ხსნიან პერსონაჟს, ავთანდილს რაღაცა აქვს აპოვნელი შვილო, ის იდეალურია. არა. ავთანდილს ბევრი რამე აქვს აპოვნელი და უპირველეს ყოვლისა პირველი როცა ეჯახება ასმათთან პირველად თავის ეგოს, ხო, როცა ასმათისგან მოინდომებს რომ ძალით გაიგოს ეს ამბები და უცბად აღმოჩნდება რომ არანაირი ძალა ასმათზე არ ჭრის, ხო, ასმათს აქვს ძალა სულიერი შინაგანი, რომლის გავსი ავთანდილს არაფერი არ უნახავს და ამ ძალის წინაშე აბსოლუტურად უძლურია ყველაფერი მისი, ხო? და ასმათი არის რგოლი, რომლის გარეშეც სტარილს ვერ მივახლოვდები და ძალიან საინტერესოა ეს ფაქტორი, ხო? ასმათი ერთ შეხედვით თითქოს ავთანდილი აგვარებს ყველაფერს, მაგრამ რომ არა ასმათი, ტარელი ცოცხალი არ იქნებოდა, ხო? ამიტომ ასმათის ძალა უფრო მაღლა დგას ვიდრე ტარელის, იმიტომ რომ ასმათის ძალა სულიერი ძალა, თითქმის ასკეტური ძალა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს მოაქვს ტარიელისთვის. როცა ხედავ რომ ადამიანი თუ მიატოვა შენს გარეშე დაიღუპება და გაქვს იმისი ძალა, რომ ადამიანის გამო ყველაფერი დათმო აბსოლუტურად და ასმათის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, რომ მარტო ზის პრაქტიკულად სადღაცა კლდეში არ იცის, როდის დაბრუნდება ტარიელი და ყველაფერს საკუთარს თმობს ტარიელისთვის და არ იცის როგორ დამთავრდება ეს ამბავი და ფიზიკურად უმწეოა, ხო, მხოლოდ სულიერი ძალა აქვს, ფიზიკურად ის ვერაფერს ვერ შეცვლის და რამხელა ძალა გჭირდება, რომ ეს გააკეთო და აი ამას რომ ეჯახება პირველად ავთანდილი, მისი ეგო აქ ლურჯდება პირველად, ხო, და ამას ძალიან კარგად ეუბნება კიდევაც ასმათს, როცა ასმათი ეუბნება რომ დამიჯერე, მე რასაც გეტყვი იმას გავაკეთოთ, მაშინ სიმწრით ეცინება ავთანდილს და ეს არ არის ასმათის გაკითხვა, ეს არის საკუთარი თავის ასე ვთქვათ დაცინვა, ხო? ეუბნება რომ არ გელოდო რა ვქნა, შენი ამბავი იმას გავს, კაცი რა ორმოს ჩავარდება და მეორე მოადგება და ეტყვის რომ დამელოდე მან სანამ თოქს მოვიდნენ და ამოგიყვან, ხო? ან წარმოიდგინეთ ავთანდილი იცახის რომ მე ორმოში ჩავარდი, საიდანაც შენ უნდა ამომზიდო, ანუ რამხელა იერარქია, ხო, სიკეთეს შორის, ანუ ავთანდილი აღიარებს საკუთარ სრულ უმწეობას ასმათთან მიმართებაში. ამ დროს გარეგუნათშია და ერთ-ერთმანეთს ასმათი და ავთანდილს ყველაფერი აქვს, ფიზიკური თვალსაზრისით, სტატუსის თვალსაზრისით, ასმათს არაფერი. მაგრამ ასმათი უფრო ძლიერია ვიდრე ავთანდილი, ასმათის გარეშე ტარიელი დაიღუპება, პირველი რგოლი და ყველაზე მთავარი რგოლი ტარielis ამ ქვეყანასთან კავშირისა ასმათი. მერე მისი ეგო ზარალდება მეორე შეხვედრისას, როცა ჩამოდის და ტარიელს ლომებთან ნაბრძოლებს ნახავს და იქ ეგოიზმი, ხო, მაგრამ კიდევ ერთია, ხო, რომ ყველაფერი ნიუანსებშია. ის რომ ვთქვათ, რომ პლატონის ეგოისტია და ავთანდილის ეგოისტია, ეგრევე ისევ იდეოლოგია წამოყობს თავს სიცხადე. რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლება პლატონი და ავთანდილი ერთმანეთშია და შეიძლება, იმიტომ რომ ორივე ადამიანი უბრალოდ ერთი დაცემის გზაზეა და სათნოების კიბის ძირშია და თითქმის გავიდა სათნოების ყველანაირი მიდან პლატონი ბოლოში, ხოლო მეორე სათნოების კიბის თავშია და იმ უთქმელისკენ და აზე ადამიანებისკენ მიდის, რომელიც უკვე რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში რომ შეადარება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ პლატონსა და ავთანდილს შორის არაფერი საერთო არ არის, ხო? და სწორედ ეს კონტრასტები და ნიუანსები yra ყველაზე საინტერესო და ის გასწავლის ყველაზე მეტს. ანუ პლატონის ეგოიზმი ნახეთ როგორია, ხო? პლატონს წამით არ შეუძლია გადგეს თავის გარშემო, პლატონს სულს ირგვლივ ყველა პლატონი საკუთარ თავს გამორჩეულად მიიჩნევს. ავთანდილი ამ ყველაფერს არ აკეთებს, მაგრამ სადღაცა მაინც ეპარება ეს ეგოიზმი, ხო? როცა უკან დაბრუნდება და ტარიელი არ დახვდება ტირის და იძახის, რომ მე რამდენი რამე გავაკეთე და რავთ მე მაგის გულისთვის და თვითონ რატომ მიმუხტლა და რატო წავიდა და აქ ძალიან აქ იკვეთება თემა მოცინარისა და მოტირალისა, რომელსაც შემდეგ საუბარში დავხვეწავ, ვიფიქრება მაგას და დავხვეწავ.
და იმედია გამომივა. მოცინარისა და მოკირალისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ხო საკუთარი ეგოს განმაგადგეთ, მეორე ადამიანის მორალს შეეშვათ. მე სამყაროს სადმე ისეთ დამოკიდებულებაში ინარჩუნოთ, რომ არ კმარა ჩემი სიკეთე, ჩემი სამოთხიდან გავიდე და გარეთ მოვაგო რაღაცები, იმიტომ რომ შემიძლია, ძალიან მარტივი დებულებებია, ხო? იმიტომ რომ შემიძლია, სიკეთე რატომ უნდა გავაკეთო, იცი? იმიტომ რომ შემიძლია, იმიტომ რომ მომეცა საშუალება. და წარმოიდგინეთ, მომეცა საშუალება, შემიძლია გავაკეთო სიკეთე და სიკეთე მარტო იმიტომ არ გავაკეთო, რომ რაციოს ხმას მივდიო და რაციონალიზაციას ვიქო, ეს რო ესე იქნება მე რას და ხო სიგიჟია, ხო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პრაქტიკულად. ეგოიზმით დაბრმავებულები ჩვენ საზოგადოებაში, ზოგადი საზოგადო ჭირი ეს არის ჩვენი, როგორც ილია იტყოდა, ხო? ინდივიდს არ ვეხებთ, საზოგადო ჭირს და წერთ. ანუ ხო და როდესაც იქ ტარელი უტარებს გაკვეთს და 100 უტარებს გაკვეთს, 100 უნდა შენ არ იცი ის რა დღეშია, ხო, ვერ გაიგებ შენი გადასახედიდან ადვილია რაღაცეები, იმიტომ რომ შენ შეგიძლია, იმიტომ რომ შენი სათქო მორჭმით ზის მაშინ რა ქვია, არაბეთში და არაფერი ემუქრება და ეგრე ადვილია მორალი უკითხო, ხო, სხვა ადამიანს, მაგრამ პარელი ხაროშია ჩავარდნილი, შენ ვერ წარმოიდგინე ის ტყავში ვერ შეძრები, ვერ წარმოიდგინე საიდან უყურებს სამყაროს, ფსიქოლოგიური განწყობა როგორია, გული აღარ აქვს, ხო, უგულო კაცი კიდე ვერ გაცობს იძახის, გული ცნობა და გონება ერთმანეთზე და კიდიან და გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ გაცობს, კაცთაგან განაგებიან იძახის 100 და რამოდენად ბრძენია 100 ავთანდილთან შედარებით და კიდევ ერთხელ 100 სიბრძნეთან და ბლობას ასწავლის ავთანდილს. მე რომ მიდის ტარიელთან და უკითხავს გრძელ მონოლოგს, ხო, ასე ვთქვათ, დიდაქტიკურ მონოლოგს, თუ როგორ იქცევა, რატო უყურებს სამყაროს ასე ტარილა და გონია თავი განსაკუთრებული პირველი შეცდომა ეგოსი, ხო, ეგოიზმში ადანაშაულებს ავთანდილი აბსოლუტურად მართალია. რატომ აღარ იჯერებს ღმერთის ყოვლის შემძლეობას, რატო არ ცდილობს, ხო, რატო აღარ აგნდობა არაფრისა, ანუ ტარიელის სრული ეგოიზმის ჭაობშია ჩავარდნილი, თუმცა ამისთვის მიზეზი აქვს და მიუხედავად ისა, რომ ეგოიზმის ჭაობში ეს თავისი ნამდვილი ბუნება მაინც ყველაფერში ჩანს და სწორედ ამიტომ ტარიელი საოცარი გმირია, ის დაცემული გმირია, რომელშიც ჩანს ის თავდაპირველი ბუნება და ვერ ერევა ბნელი, მიუხედავად ისა, რომ სრულ ბნელშია ჩავარდნილი, ბნელი მაინც ვერ ერევა ნათელს ტარიელში და ძირითადი კაცს მოყვარეობის ძირითადი პრინციპები ტარიელში შენარჩუნებულია, ხო, რაც ავთანდილთან მიმართებაში, 100-თან მიმართებაში გამოშვების, რაც არის ასევე აბსოლუტურად ახალი ცნება მე-13 საუკუნეში, ხო, ასე ღრმად შეხვიდე ადამიანის ფსიქოლოგიაში, ასეთი გმირები დახატო, არ ვიცი, შოთა რუსთველო, ხო, რასაც მაგალითად დღეს ვხედავთ ჩვენ, დღეს დასავლური ნორმალური ფილმები, ასე ვთქვათ, და ფსიქოლოგია და ყველაფერი სწორედ ისეთ გმირებს ხატავენ, როგორც შოთა ხატავდა მე-13 საუკუნეში, ვეფხისტყაოსნის გმირებს და თანამედროვე გმირებს შორის ვიძახი გმირებს, რომლებიც მართლა არიან გმირები, იმიტომ ძალიან ბევრი ნაკავია, რა თქმა უნდა, ფილმებში და წიგნებში თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, ეპიტომი გმირისა, რომელიც დღეს არის ძალიან ერთი და იგივეა პრაქტიკულად. ანუ აქედან დასკვნა, რომ იდეალები უცვლელია, ხო, დრო და ეპოქა მათ ვერ ერევა ერთი და იგივე. ხო, და სად ვიყავით? ავთანდილის მეორე, ეგომ რო ჭამო, სირცხული რო ჭამო. თან გავითვალისწინებთ, რომ ავთანდილის სიტუაციები იმდენად რთულია, მართლა იმდენად ბევრი მსხვერპლი მიიღო, რომ არ შეიძლება ადამიანი არ იყო და ეგომ არ შემოგიტიტოს, მაგრამ ავთანდილის ძალა ის არის, რომ წამში ხვდება თავის სისუსტეს, წამში მართავს საკუთარ თავს, ხო? და აკეთებს იმას, რაც საჭიროა, ანუ 100 სიმართლეს აღიარებს ეგრევე და ავთანდილის ყველაზე დიდი თვისება ეს არის, ხო, რომ საცრად ადვილად შეუძლია მოერიოს ეგოს ამ პარტავნებას, ადვილად შეუძლია განსაზღვროს, ადვილად შეუძლია გადგეს თავისი ეგოდან და სხვისი მორალი გასჭის, სხვის მორალს შეეშვას და სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელოს და იფიქროს რა როგორ გააკეთოს, ხო, არ გაიხსენოს წარსული, არ აყვეს მომავლის რაციონალიზაციას, არამედ იმოქმედოს ამ წამში და ამ წუთში. როგორებიც ყველანი ჩვენ უნდა ვიყოთ, ხო, თუ გვინდა რომ ჯანსაღი საზოგადოება გქონდეს, თუ გვინდა რომ ოდესმე გამარჯვებას მივაღწიოთ და წარმატებას რამეში.
და შემდეგ, როდესაც ამ გრძელ მორალს ვიკითხავს, რაც აბსოლუტურად მართალია, კიდევ ერთხელ მაგალითს აძლევს ტარიელი, ეუბნება ეგ საუბარი მაშინ ხავს, თუმცა გავიყო ცნობას. ანუ რაც აბსოლუტურად მართალია, ავთანდილი კიდევ ერთხელ ჭამს სირცხვილს, ასე ვთქვათ, და შეცვლის ტაქტიკას და მე უკვე აღარ ეუბნება, რომ იცი რა მე გავწირე შენთვის ყველაფერი, იცი რა მე უნდა მცე პატივი აინახე, მე რაც ოდოვარ შენი გულისთვის ჩემი ხათრით მაინც გააკეთე რაღაცა, რაც ხშირია ხოლმე ხო ჩვენ საზოგადოებაში ძირითადად ესე ვახათრებთ ხალხს. მეც ბევრჯერ გავუხათრები ვარ ჩემ ოჯახის წევრებს თუ მე ჩემი გულისთვის მე ნახე რამდენი გავაკეთე შენთვის. რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ესეც ეგოდანა ამოსული და დაყვედრებიდან სიკეთის ხო, არამედ ეუბნება რომ ასმათი ნახე ასმათმა შენთვის რა გააკეთა და ეს აბსოლუტურად გამართლებული, იმიტომ რომ ასმათი ყველაზე მეტად გაკეთებს ტარიელისთვის. ასმათი აღარ გახსოვს ეუბნება და ეს უკვე წვდება ტარიელს, ანუ ჯერ რა თქმა უნდა ცხენდეს რომ სამ ფიზიკური იმპულსებს აქტიურებს ფიზიკური იმპულსებს ამ ქვეყნად გადმოყავს ავთანდი ტარიელი, იმიტომ რომ სიკვდილის პირას სამისური დახარჯულია ყველანაირი სასიცოცხლო ენერგია და ცხენზე შეცდომა და სიარული ჰაერი ფილტვებში უბრუნებს სასიცოცხლო ენერგიას და შემდეგ უკვე ცნობაზე რომ მოდის მორალს აღარ უკითხავს ავთანდილი, არამედ ეუბნება რომ ასმათი, ნახე ასმათი, შენთვის რა გააკეთა ასმათმა და ეს უკვე აფხიზლებს ტარიელს და ეუბნება რომ რა კი გადავრჩი და უკვე ტარიელი წამში იაზრებს ყველაფერს, იაზრებს რა გააკეთა ავთანდილმა მისთვის, იაზრებს საკუთარ მდგომარეობას და ეს არის ტარიელის, ამიტომ არის ტარიელი უფრო მაღლა მდგომი კიდეზე ხო, რომ ტარიელს მიუხედავად თავისი მდგომარეობისა შეუძლია ყველა კუთხიდან შეხედოს სიტუაციას, კიდევ უფრო სწრაფად, კიდევ უფრო მრავალ კუთხიდან ვიდრე ავთანდილს შეუძლია. და ეუბნება რომ კარგი რა კი გადავრჩი, რა კი შენ ჩემთვის ამხელა რამე გააკეთე, წავიდეთ ვნახოთ ასმათი და ასმათთან საუბრობენ და ამ საუბარში ტარიელი ცდილობს და არც მომას ავთანდილი რომ თავი დაანებოსნეს და მის ძებნად, იმიტომ რომ ეუბნება შენს დაიღუპები, მეც დავუყავ საბოლოოდ და არ გინდა არ არის სწორედ ტარიელს ყველანაირი იმედი აქვს გადაწყვეტილი რომ ნესტონსიპოვის და ავთანდილი ეუბნება რომ შენ ეგ მე მომანდე უმწეო ხარ, ეუბნება შენ განშის უნარი არა გაქვს, შენ უმწეო ხარ და მე მომანდე ეგ ყველაფერი ხო, და კიდევ ერთი ის რომ ეგო ბოლომდე არ გვანებებს თავს არის, როდესაც უკვე მოდის ავთანდილი და მოაქვს წერილი ტარიელთან იქ პატარა ბავშვით გახარებული, საკუთარი გამარჯვებით გახარებული და არ არის ეს გამარჯვება პატარა ხო, ეპატიება ავთანდილს ეს ეგო, გვეპატიება ჩვენ ასეთი ეგოიზმი, ეს ჯანსაღი ეგოიზმია, ესეთი ეგოიზმი გეპატიება, არ გეპატიება ის ეგოიზმი, რომელიც პლატონს აქვს, ხო? ესეთი ეგოიზმი გეპატიება, მაგრამ საქმეს აფუჭებს, ფაქტია და სწრაფად უნდა გამოხვიდე, აპატიო საკუთარ თავს სწრაფად უნდა გამოხვიდე და გააკეთო ის რაც საქმეს სჭირდება, ხო? იმიტომ რომ თავის ეგოს რო გაყოლო და ავთანდილი ვერ გადაარჩენდა ტარიელს, ასმათისგანვე უკარო გაბრუნებულიყო, გაბრაზებული, რომ მე ვეცრუე ის არ მეცრუე, ის მეცრუნე არ ვეცრუე, ის მეცრუა რა. წავსულიყო უკან შეიძლებოდა წარმოედგინეთ, შეიძლებოდა ბევრი აკეთებს მაგას, ბევრი მანდნებდება, ბევრჯერ კიდევ უფრო ადრე ნებდება, ხო? ავთანდილის მთავარი თვისება კიდე ისე რომ არასოდეს ნებდება მთავარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გქონდეს და ან შეიძლებოდა რომ ძალაუფლის ახლოს ვისაც ნახა მან დანებებულიყო, ანუ როცა მორალი წაუკითხა და ვერაფერი, მაგრამ არა ავთანდილი არ ნებდება, ხო, გადადის ყველას ვარს და ეძებს და კიდე ერთი ეგო, ხო, რომ გამარჯვებით ბრთაშესხმული უტკიცებს ტარიელს, მე გამოვდექი მართალი, მე შევძელი, ხო, მე გავაკეთე და იმის მაგალითად რომ შეაპაროს ეს ამბავი როგორ პირდაპირ მიეხლის, რაც ტარიელს კინაღა მოგლავს, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ ისევ და ისევ მივიშალებ თქვენი საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, ნუ დაიყვანთ ტარიელს თქვენს ვიწრო გონებამდე, ანუ გაიზარდეთ ტარიელის მდგომარეობამდე და გაიაზრეთ, ხო, ვინ იყო ტარიელი, რის ისჯეროდა, როგორ გაუშვა ავთანდილი, რამდენად გაგარეულებულია ამ ქვეყნიდან, რამდენად სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს აბსოლუტურად და რას ნიშნავს ის, რომ ამდენი ხნის უმედობაში, ამდენი ხნის სიკვდილში მოგიტანული უცბად სიცოცხლე, ხო? იმიტომ რომ ემოციები ერთნაირად კლავს ადამიანს კარგიც და ცუდიც, თუ დიდი, ძლიერია, თუ ასეთი კონტრასტული. ხო, ასე რომ არ ვიცი, უკვე საათი და 4 წუთია. მე მგონია, რომ თავი სათქმელი ასე თუ ისე ვთქვი, რაც მინდოდა რომ მეთქვა. შემაწუხებდა. შემდეგ ზემოცინარ და მოტირალი
ანუ ეს ერთადი მოტივია, რომელიც აგებული აბსოლუტურად ყველა ფერი, ანუ შეიძლება ითქვას სიუჟეტური, ფსიქოლოგიური, ამბის ყველანაირი შეკრებაში მოტივი, ხო, მოცინარი და მოტირალი. რომელიც ჭირდება რომ გაიაზრო, რომ მიხვდა რაღაცას. და რა ვიცი, იმედია რაღაც გამომივიდა, იმედია რაღაც ვარცვალი ჩავაგდე. რომელიმე ახალგაზრდის კურსი. რომელიც მე დაეხმარება. ავთანდილით, ჭკვიანი, ძლიერი სტრატეგოსი, თავისუფალი ნების მქონე ხო ყოფა, სადაგინდ ვიყო რა გამაყოფა ძალიან მქონდა ნებისა. შეუყეველი პასუხისმგებლობის მებრძოლი გმირები გვეყოლებიან. აწი